წელი. დაბრუნდით ეთერში ჩვენ საყვარელ სტუმართან ერთად ასტროლოგი ბატონი მიშა ცაგარელი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოუთმელად ელოდება მაყურებელი თქვენ. უკვე ტელევიზორებს ხმა აუწიეს. აურადრები დასხდნენ. სანამ დავიწყებთ საუბარი, აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა გადაუხადო კომპანია Agromax Decors, რომელიც გახლავთ დეკორატიული მცენარეების საერთაშორისო კომპანია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ალამაზებს ჩვენ სტუდიას ასეთი შესანიშნავი ცოცხალი ნაძვის ხეებით და გადავიდეთ თემაზე ნაძვის ხეებიდან თუ როგორ უნდა შევხვდეთ ამ 2015 წელს, მაგრამ სამ შეხვედრაზე გადავთ, მოდით გაცილებით დავიწყოთ ალბათ, ხო? ეს უფრო ადრესდება. მნიშვნელოვანი ფაქტორია, სხვა შორის 21 დეკემბერს ვაცილებთ ტრადიციულად ძველ ქართულად ახალ წელს, იმიტომ რომ ბუნებრივად ესეა ჩემოგარგებო, მზე ერთ სრულ ციკლს ასრულებს 21-ში. ეს არის ეგრეთ წოდებული ზამთრის მზე ბუდობა, ხო? 22-ში იწყება ახალი მზის ამოსვლა, ეგრეთ წოდებული ახალი ციკლის განვითარების და ტრადიციულად საქართველოში იყო წესი, გაცილება და შემდგომ დახვედრა. ამისთვის იღებდნენ ზარს, რომელსაც მოგუდავდნენ პატარა ნაჭრით 21-ში, დაუვლიდნენ თავის ოთახებს და მშვიდობებოდნენ წინა წელს, მადლობას უხდიდნენ. არა, ეგ სხვა საქმეა, ბევრმა უბრალოდ არ იცის, მე ვცდილობ ამის პროპაგანდას მაქსიმალურად, მაგრამ დრო უნდა ალბათ, რომ საზოგადოება მაინც ეს გაიგოს. ძველი ეთნოგრაფიული ტრადიციები როგორი ქონდა, თორე ბუნებრივად მზე როდის ასრულებს სრულ ციკლს, მაშინ უნდა იყოს წესით ახალი წელი, მე ესე მესმის და არა 31-ში. 31-ში რა ასტრონომია, არანაირი ასტრონომიული მოვლენა არ გვაძლევს ახალი წლის ელემენტს, მაგრამ ნუ შევეჩვიეთ, კარგი. მაგრამ გავაცილეთ ხო 21-ში წესით, 22-ში ჩვენ მოხსნით ამ მოგუდულ ხმას, რო არ კონდეს მოგუდულა, წრიალა ზარის ხმა იყოს და ისევ დავივლით საათის ისრის მიმართულებით ჩვენს ოთახებს და უკვე შევხვდებით ახალ მზეს, ახალი წლის დაწყებას და უსურვებთ ერთმანეთს წარმატებას, წინსვლას და ბედნიერებას. მაგრამ რადგან ჩვენ ეს გავიარეთ ბევრმა, ჯერ ეს არ იცის და ასე შემდგომ, 31-ში ჩვენ გვაქვს კიდე ამის საშუალება როგორ? სადღაც 9 საათით ადრე ახალი წლის დადგომამდე, ან 1 ან 3 კიდევ უკეთესი სანთელი, თუ იქნება მწვანე ფერის გადასარევია, თუ არა ნებისმიერი სხვა ფერი და აი აქ სანთელს აქვს თავისი ენერგეტიკა, ამიტომ ეკლესია იყენებს ცეცხლის ენერგიას სანთლისა, ხო? გადამტანია საოცარი ენერგიისა. მას შორის აზრობრივი განწყობის ენერგიისა და მოდით აი ამ სანთლების მეშვეობით მადლობა გადაუხადოთ წინა წელს და თუ რაიმე დარდი გაქვს, პრობლემა გაქვს, გაატანეთ ეს ყველაფერი, დაუტოვეთ წინა წელს და ოღონდ მადლობით, იმიტომ რომ რაც უნდა მოხდეს, კარგია, ცუდია, ეს საჭირო ის უნდა მომხდარიყო და ამიტომ მადლობა გადაუხადოთ, რომ ის მოხდა. შეიძლება ტკივილით განთავისუფლდით გარკვეული თქვენი სერიოზული კარმული ვალდებულება. მადლობის გადახდა როგორ ხდება? კი, სხვათა შორის ამ დავდგეთ და მადლობა უთხრა. აზრობრივი კონცენტრაცია, კაბოტონანო, სრული ყურადღება სანთელზე, მის ენერგეტიკაზე და გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენ ცხოვრებაში მთელი წლის განმავლობაში, ცუდი, კარგი ყველაფერი და უთხარით უფალს მადლობა ყველაფრისთვის, რაც მოხდა, თან უყურებთ სანთელს და აზრობრივად გააყოლეთ მომავალ წელს. მიშა, მე აუცილებლად მინდა კითხვა, ალბათ ის ადამიანები განსაკუთრებულად ყურადღებით გვისმენენ, ვისთვისაც შაშანდელი წელი, უпроსტ წლევანდელი წელი, რომელიც მიდის, იყო მძიმე და თქვა ტრაგიკული მოვლენებითაც დატვირთული. ამ შემთხვევაში მათ როგორ უნდა გააცილონ წელი, ანუ უნდა მაინც ყველა ვარიანტში გადაუხადონ მადლობა, იმიტომ რომ თქვათ რაღაცა მოშორდა იმ ადამიანს, რაღაცა ნეგატივი, რაც მას ჰქონდა დაგროვილი, რის გამოც მას შეექმნა ცხოვრებისული პრობლემები, ხო? აი ამით მოხდა გარკვეული განწმენდა მისი სულიერი, აქედან გამომდინარე ეს უარყოფითი ენერგია წავიდა მისი ოჯახიდან, მისი სახლიდან, მისი სულიდან და ამიტომ ამისთვის მადლობას ვუხდით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც ხდება სამყაროში, საერთო ჯამში როგორც ბრძენი ადამიანი გვასწავლის, ყველაფერი უკეთესობისთვის არის. მოგწონს ჩვენ, არ მოგწონს ეს სხვა ამბავია. მაგრამ ეს მაინც ხელს უწყობს შემდგომ ევოლუციურ ზრდას ადამიანის. დაждის მეთოდიც კი, თქვენ როცა ჯდით ბავს რისთვის ჯდით, რომ ის უკეთესი გახდეს, რომ მან დაიმახსოვროს შეცდომა და აღარ გაემეოროს, ხო? დაახლოებით ესეა ჩვენს ბავშვები ვართ უფლისა, ხო? ასეთი მეთოდოლოგია გვაქვს. და ამის შემდგომ უკვე ხვდებით, რას გადავდივართ უფრო მხიარულ ტალღაზე, თუ რაიმე ძველი საგანი გაქვთ ისეთ, რომელიც არ გსიამოვნებთ, ან რაღაც ცუდ ასოციაციასთან არის, აუცილებლად მოიშორეთ ღამის 12 საათამდე. გაიტანეთ სახლიდან და მოიშორეთ. და როგორ ხვდებით რა? და ხვდებით რასაკვირველია დადებითი განწყობით, შემოკარგება, იმიტომ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენ განწყობის თეორიის შესახებ, როგორც განეწყობით, როგორც შეხვდებით, ეს ვიბრაციული მუხტია თქვენი, აი ესე წავა მთელი წელიწადი. ამიტომ მე მინდა რომ განწყობა კონდეს არ მარტო 31-ში, არამედ 21-22-შიც, როცა ჩვენ ძველ ქართულად უნდა გავაცილოთ და შევხვდეთ ახალ წელს, იქაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკულად დადებითი განწყობა. და შემდგომ რადგან ეს არის თხის წელიწადი, რომელიც 19 თებერვალს იწყება, ანუ ცხრის, ანუ ცხრის, მოდით ასე ვთქვათ, ორივე აქვს.
მართველი და თან ხის სტიქის. აი ახლა მე მგონი სწორედ ითქვა ხო რომ აი ცოცხალი ხე მოგვაწოდო სპონსორს ხო აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ თუ გვაქვს საშუალება რასაკვირველი კონდეს ცოცხალი ნაძვის ხე თუ არა და ახლა ნუ გავჩეხავთ საციხოდ ნუ გავიხდით საქმეს ყოველ შემთხვევაში არის სპეციალურად გამოყვანილი ხო არის გამოყვანილი კარგი იქნება ცოცხალი რატო იმიტომ რომ ხის სტიქის წელიწადია ჩიჩილაკი აი მაგას მე ვიტყვი ცოტა მოგვიანებით ესე იგი თუ არა გვაქვს საშუალება რომ ცოცხალი კონდეს დაუშვათ ნაძვის ხე მაშინ გვერდით აუცილებლად ჩიჩილაკი რატო ხე არის ზრდის ფაქტორი, გამრავლების ფაქტორი, განვითარების ფაქტორი. ამიტომ კარგი იქნება რომ ეს კონდეს ოჯახში. ნამდვილი ესე ნატურალური ხე. თუ გვაქვს მანდარინის ტოტი, კიდევ უკეთესი. აღმოსავლეთში ითვლება რომ მანდარინი არის მათი ნაძვის ხე. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით. ამიტომ ესეც ძალიან დიდი განვითარების ფაქტორია. შემდგომ რასაკვირველია სიმბოლიკა თხის თუ გვაქვს მაგიდაზე გადასარევი, ამიტომ პატივს მივაგებთ მასპინძელს მომავალი წლისა და აუცილებლად ცხენი. ცხენი ჯერ რჩება 19 თებერვლამდე. ორივე რჩება მაგიდაზე 19 თებერვალს დარჩება მარტო თხა. ხო? ეს სიმბოლიკები გაითვალისწინოთ და რასაკვირველია ახლა უნდა მივაგოთ პატივი რით ახლა ქართველებს გვიყვარს სუფრა, მოეხსენებათ, ხო? ხო, მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ ამ ცხოველებსაც აღმოსავლეთში ესეთ რიტუალს უყურებენ, რა მოწონს? ნუ მოწონს პირველ რიგში რა? შაქარი. პატარა რაოდენობით შაქარი იყოს მაგიდაზე მათთვის ცალკე განკუთვნილი ორივე ცხოველს უყვარს შაქარი. იყოს დიდი რაოდენობით მწვანილი, ბალახეული, ძალიან უყვართ. თუ გვაქვს შვრია, ცოტა დაუყაროთ ცხენს მაგალითად და ამით მივაგოთ პატივი მათ. ეხლა სხვა ცხრის ეს არა ეს დანარჩენ ეხა სხვაზე ვიტყვი. ცხრის ხორცი ნუ იქნება, ჩემო კარგებო. ეს ერთ-ერთი გამოვიწყოთ ალბათ. ხო, 31 ცხრის პროდუქტი რა, ნებისმიერ უფრო მეტიც, ტანსაცმელი. თუ დავუშვით, ხო, შეიძლება ცხრის რაღაც ქურთულკი გაქვთ, ხო? ნუ ჩავიცოთ 31-ში. თმა თუ გვაქვს თხარივით. ეს პირი, აი ახლა ეს უნდა მეთქვა, სხვათა შორის ეგრეთ წოდებული, აი შენ გაგხოვნე ხშირად, შემოკარგვე ბარაშკა სტილის თმა. კი, იდეალურია. ესე იგი ამით განსაკუთრებული პატივისცემა ცხოველისადმი და კარგი იქნება თომის საშუალება. ხელოვნურად დახვევად შეიძლება. შეიძლება, ეს არის უბრალოდ პატივისცემის ელემენტი, ხო, მის დამიდან. ნუ ახლა ეს მნიშვნელოვანია, ხო? ხო, შემდგომ ესე იგი რა, სასმელი, საკვები, გინდათ მამაპაპურის საცივიდან დაწყებული ჩურჩხელები დამთავრებული ანანასით, არტიშოკით, ეგზოტიკურით, ყველაფერი მისაღებია. დანარჩენზე არაფერზე არ არის ასე ვთქვათ შეზღუდვა. და აუნიშნოთ ის რომ ბავშვები უნდა იყვნენ დიდი რაოდენობით. დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ ორივე ცხოველი არის მფარველი აღმოსავლური ასე ვთქვათ ელემენტებით ბავშვებისა. то რაც მეტი იქნება მათი ჟრეამული, მით უკეთესად წარიმართება ეს ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება ფერებს, ფერს აქცენტურ ყურადღებას, მაგრამ ინტერნეტი გვაძლევს არასწორ ფერს, სამწუხაროდ. ფოტოშორის ინტერნეტი არასწორ ინფორმაციას გვაძლევს ცოცხალ ხეებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე სადღაც ამოვიკითხე, რომ ცოცხალი ნაძვი არ უნდა კონდეთ წელსო, აი როგორი. რატო წერენ, ვინ წერს, საიდან მოაქვს, მე ვერ დავადგინე, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მე პირდაპირი კავშირი მაქვს ჩინელებთან, ჩინელ ასტროლოგებთან, ტაილანდის ასტროლოგებთან და აღმოსავლეთის ხალხთან და ისინი აბსოლუტურად არაფერ ამდაგვარს არ ადასტურებენ და პირიქით ეს ძველი ციგნები აქვს, სხვათა შორის ჩინური ძველი ციგნიც მაქვს, ადრეც გამოცემული, ახლაც გამოიცა თავიდან, იქაც კარგად წერია. ფერი 2015 წლისა ძირითადი თხის მწვანე წინა პლანზე. ხის სტიქია, ჩემო კარგი, რომ გადახედოთ დღეს რომელი ფერი მოდის პირველი მწვანე, ხო? ამიტომ თავარი არის მწვანე პრევალირებადი ფერი. ეხლა თუ არ მოგწონთ, არა აუცილებელი რომ მაინც მწვანეში გამოიწყოთ, მაგრამ პრევალირებადი იყოს მწვანე. მერე მოდის სხვა ფერები, ხო, ხის სტიქის. რა, ბეჟი, კრემისფერი, ყავისფერი, ოყვითელი. ნამდვილად ხარ, აი ამ ფერებში დაახლოებით და ამას შეიძლება დაემატოს რა, ასევე მცირეოდენი რაოდენობით ლურჯი. რატო ეხა ლურჯი? აი ლურჯად ითვლება ინტერნეტის სავსეა, იმიტომ რომ ლურჯი თხის ფერია, არა. ლურჯი ერთ-ერთი ფერია, მაგრამ პრევალირებადი მწვანეა. რატო ეხა ერთ-ერთი ფერი? იმიტომ რომ ასაზრდოებს ხეს წყალი. წყლის ფერი ითვლება ლურჯი. ამიტომ რადგან ისინი მეგობრობენ, შეიძლება გამოიყენოთ ლურჯი. და რადგან ელემენტი დამცავი თხისა არის ცეცხლი, ცეცხლის ფერი ეს არის წითელი. ამიტომ მცირეოდენი აქსესუარებით შეიძლება წითელი ფერის და ტონის გამოყენება. აი ეს სტილში თუ იქნება ნაძვის ხეც ამ ფერებში, იქნება იდეალური, ხო? რა ამითაც ესე იგი, რატო იცით ფერს თავისი ვიბრაციული მუხტი აქვს. აი ადამიანი რა განწყობაზეა დილით იმ სტილში იცმევს, ხო? იმ ფერს ირჩევს. აი რომელი მოგწონთ, ყოველდღე ხო არ მოგწონთ ერთ და იგივე ფერი, რატო? განწყობაა, ვიბრაციული მუხტი, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ წლის ვიბრაციული მუხტი უკავშირდებოდეს ამ ფერებს. 31-ში მივაგოთ პატივი. ის რომ საქართველოში ყველას უყვარს ასე ძალიან შავი ფერი, რაზე აი, ჩემო კარგო, შავი ფერი არ არის.
ეს ნეიტრალური ტონია, ნებისმიერ მხატვარი გეტყვის ამას ისე როგორც თეთრი, ეს ფერები არ არის. ეს ორივე ტონია და ამიტომ ნებისმიერ კომბინაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ანუ ეს რაღაც ნეგატივისკენ მიდრეკილებას არ გულისხმობს. არ არის. აქ არის ორი ვარიანტი, თუ შავზე ვისაუბრებთ, ისე საერთოდ კარგი გადაცემაა ფერებზე, მინდა გითხრათ ცალკე, მაგრამ რახან ახლა შევეხეთ იმასაც გეტყვით, ორი ვარიანტია. ერთი შავი არის მაგიური ფერი ლიდერების, სახელმძღვანელებისა. აი როცა თქვენ გინდათ საზოგადოების წინაშე გამოსვლა სიტყვით, რომ გამოავლინოთ თქვენი ლიდერული ელემენტები, ინდივიდუალური მე შავი ფერი გადასწარებია თეთრთან ერთად, ხო? ამიტომ აი როცა გამოდიან სერიოზულ დავუშვათ კონფერენციებს და ასე შემდგომ შავი თეთრი ეს ორი ტონალობით შავი პრევალირებს, ხო? ეს ერთი ვარიანტია. საქართველოში ყველას უნდა ლიდერობა, წინაპლანზე ყოფნა, გამორჩევა და შავით გამაგიურება საკუთარი თავისა. თუმცა ამ დროს არ არის, მაგრამ უნდა. და მეორე ვარიანტი, დამალვა კომპლექსებისა, რაც უმრავლეს შემთხვევაში გვაქვს საქართველოში. პრობლემა აქვს საქართველოს ფსიქოლოგიური. ბევრი გაჭირვებულია, ბევრი შინაგანად ჩაკომპლექსებულია და ამიტომ ზოგს სიმსუქნე აწუხებს და ასე შემდგომ და ამის დამალვის საუკეთესო ხერხი არის შავი ტონი, რომელიც ამას ყველაფერს მალავს და ასე ვთქვათ, კეტავს და მაინც რაღაც მაგიურობის ელემენტს აჩენს, ხო? ეს საქართველოში სხვა პრობლემა გვაქვს. აი საქართველოს ვთქვათ 2015 წლის დაახლოებით პროგნოზი ამ წლის როგორი იქნება? ესე იგი რომ გითხრა, ეხლა ეს დეტალებში ვერ გეტყვიდო, ძალიან ბევრია, მაგრამ მოკლედ გეტყვი შეიძლება გითხრა, რომ რევოლუცია ხო არ გველოდება. საერთო ჯამში რევოლუცია არ გველოდება, მაგრამ რევოლუციური ცვლილებები გველოდება საქართველოში. კი. არაჩვეულებრივი ძალიან? ყველა სფეროში, დინო. იმიტომ რომ იცი რა, ერთის მხრივ ვერ ვეტყვი ხალხი ელოდება რას იცი რომ აი ეკონომიკურად წინ წავა, სამუშაო იქნება, ხელფასზე ნაკლებად. ცოტათ შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებულად არა. მაგრამ ბრძანეთ რომ საქართველოში მნიშვნელოვანი პერიოდი და კრიზისული პერიოდია. კი, კრიზისული არის, მაგრამ ეხლა 2015 წარმოიდგინეთ რა მომენტია. 2020-ისთვის ჩამოდის წარმატების ექსპრესი. ჩვენ ახლა გავდივართ ბაქანზე 2015-ში. ანუ 2020-მდე ეს ბაქანი უნდა გავიაროთ. ამისთვის საჭიროა რა? რადიკალური ცვლილებები. თორე ძველებურად ვერ გავივლით. დიახ. ესე კადრები უნდა შეიცვალოს პირველში. მათ შორის ძველი პროფესიონალებიც უნდა მოიყვანოთ, ხო? ბევრი რამ იქნება შესაძლებელი. ამიტომ მოდის ცვლილებების დრო. რადიკალური. აი ხა თქვენ ნახავთ 2015-დან დაიწყება ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურაში. ხელმძღვანელი პირები, დეპარტამენტის უფროსები, რამდენი დაიხსნება და რამდენი ახალი პირი მოვა, არაფერი პირები. დადებითისკენ თუ იქნება ცვლილებები. ამისთვის მოდის, ეს ყველაფერი ამისთვის კეთდება. თორე ჩვენ მოდმევთ ცვლილებებს. კი, მაგრამ ამჯერად არა, ამჯერად უკვე სხვა მომენტია, იმიტომ რომ იცი რა, თხას არ უყვას არაპროფესიონალიზმი და ამიტომ ის ხელს უწყობს ამას და ამიტომაც მოიყვანს ზოგიერთ ძველ პროფესიონალს, რომელიც უკვე დიდი ხანია რაღაცა არ არის არანაირი სამთავრობო ან სხვა სტრუქტურებში და უცებ გამოჩნდებიან, აი როგორც ნოდარ ჯავახიშვილი უცებ გამოჩნდა, ხო? კაცი პროფესიონალია და არ იყენებენ. ასევე არის ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება, რომელიც გამოუყენებელია და არ შეიძლება, რატო არ გამოვიყენოთ, ხო? როცა გვაქვს საშუალება. ეხლა დიდი ცვლილებები ჟურნალისტიკაში. თან თუ პირველი ნახევარი დაკავშირებული იქნება არაორდინალურ, ორიგინალურ იდეებთან, პროექტებთან და რაღაც უჩვეულო შეიძლება გადაცემებთან. მეორე ნახევარი რადიკალურად შეიცვლება სექტემბრიდან, ხო, ტრადიციულად ჩვენ გვაქვს ორი ცვლილების პერიოდი ტელევიზიაში. იანვარ-თებერვალი და სექტემბერი. სექტემბერში უცებ აღმოაჩენს ხალხი, რომ რაღაც ძალიან ტრადიციული გახდა ტელევიზია. რაღაცა ტრადიციული გადაცემები, ძველი რაღაც ელემენტები შემოვიდა და ასე შემდგომ. იგივე სახეები, იგივე თემები, ოღონდ სხვანაირად წარიმართება. ოღონდ ეს ყველაფერი იქნება ასოი ცვლილებებთან. ხელმძღვანელი პირები, მოადგილეები, ბევრი შეიცვლება, აქაც პროდიუსერები. ამიტომ ცვლილებები აუცილებელია, იმიტომ რომ ყველაფერი გაჩერებულია და გაყინულია, ხო? ეს საბანკო სისტემაში აუცილებლად, იმიტომ რომ ვალუტის ცვლილება კიდე იქნება ჩვენ პირველ ნახევარში გვექნება ვალუტის კურსის ცვლილება. ამიტომ ეს გამოიწვევს ისევ გარკვეულ პროტესტებს და ეს საბოლოოდ მივა იქამდე, რომ შეიძლება ეროვნულ ბანკსაც მიადგინოს სერიოზული ცვლილებებით. ამიტომ საბანკო სისტემაში შემოსვლოდნელი ცვლილებები, სპორტი იქნება დიდი ჯახირის ადგილი წელს მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამუშაო იქნება ამ მხრივ. ფეხბურთის ფედერაცია ხო საერთოდ შეიცვლება. უამრავი გუნდები შეიცვლიან თავის ხელმძღვანელებს, ფეხბურთელებს, ნუ რაღაც იქნება საოცარი. ხო, ამიტომ ვამბობ, ხა არ მითხრათ რომ რევოლუცია არისო, გესმით? იმიტომ რევოლუცია გარკვეულწილად არის ესეთი სახით, სოციალური რევოლუცია, მაგრამ ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ძველებურად უკვე
ქვეყანა თვითონ გზნობს, თითოეულ ჩვენთაგანი გზნობს, უკვე აღარ შეიძლება, ხო? საჭიროა რადიკალური ცვლილებები. აი ეს დრო მოდის, უფრო მეტიც ხელოვნებაში მივალ ბოლოში დავიტოვე ყველაზე გემრიელი ის. სულ გადამიდე ყველა კითხვა. კი. მედიცინა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ნახევარში წლისა მაღალია სამედიცინო შესწავლების ალბათობა. ამიტომ თუ რაღაცა პრობლემა იქნა და იქნება აუცილებლად მომატებული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, გადაამოწმეთ აუცილებლად თქვენ დიაგნოზი. ესე ერთ დიაგნოზს ნუ ენდობით. ეს ერთი. მეორეც, შესწავლების შედეგად აქაც აირევა სიტუაცია. აქაც შეიძლება ისევ მოიხსნან ზოგიერთი მთავარი ექიმები, ახალი დაინიშნონ, ზოგიერთი ახალი შეიძლება დაინიშნოს, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი პირი ჯანდაცვის სამინისტროში მათ შორის. მეორე ნახევარი სამაგეროდ უკვე დაალაგებს ყველაფერს სექტემბრიდან. ეხლა ამის გარდა, ჩემო კარგებო, განათლების სისტემა იწყებს სამწლიან რეფორმატორულ პერიოდს. და ამიტომ იწყება ძალიან სერიოზული რეფორმები განათლების სისტემაში. და უნდა ისადგეს, იმიტომ რომ ჩემთან მაგალითად აი მოდიან სტუდენტები სამედიცინო აკადემიაში მეორე კურსზე, რომელსაც ნაკლებად იციან წყალი და ცილა, ესეთი ელემენტარული რაღაცები, რაც ყოველთვის იცოდნენ სტუდენტებმა. ესე იგი რა შეესაქმე პრობლემებია სწავლის მეთოდოლოგიაში, ხო? არის ფაქტია. აი ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. იწყება სამწლიანი სერიოზული ციკლი განათლების სისტემის შეცვლისა. ტურისტული ორგანიზაციების სფერო იწყებს ცვლილებას. უფრო მეტიც გართულდება ცოტა უცხოეთში გასვლა შემოსვლის საკითხები. აქ შეიძლება მათ შორის საპარლამენტო დონეზეც კი მოხდეს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და ეს ცოტა გაართულებს ამ გასვლა-გამოსვლის საკითხებს. და ამ შორტესიც რომ ამ ცვლილებებს დაემატება და დააგვირგვინებს წლის მეორე ნახევარში იურისდიული სფეროს რადიკალური ცვლილება. და ეხლა დაიწყება პროკურატურიდან, დასრულდება უკვე ვთქვათ სასამართლო საკითხები და აქაც იურიდიულ სფეროში ჩვენ ვნახავთ ბევრ ახალ საქმეს, ახალ საკითხს, ბევრი საკითხს შეშვის გაიხსნებათ, ბევრი საქმე რომელიც დაკონსერვებული იყო. მოკლედ ერთი სიტყვით, ჟურნალისტებს განსაკუთრებით თავისუფალი დრო არ გექნება და გექნებათ უამრავი სამუშაო და რაც შეეხება ალბათო ნანას კითხვას ხელოვნებისთვის. მინდა გითხრათ რომ შეეხება ხელოვნებასაც აუცილებლად ცვლილებები, თუმცა ზოგადად თქვათ ასე კულტურისთვის და ხელოვნებისთვის წელიწადი კარგია. კარგია რისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, ვაჭრობისთვის, კვების მრეწველობისთვის და კულტურის სფეროსთვის, აი პირველში ხელოვანთათვის, იმიტომ რომ აქ ისევ პირველ ნახევარში ძალიან წინ მოიწევენ ცოტა ავანგარდული სტილის რეფორმატორული ხელოვანი ხალხი, მეორე ნახევარში ტრადიციონალისტები წამოვლენ წინა პლანზე. იგივე სპექტაკლები, პიესები ამ სტილში იქნება წინა პლანზე წამოწეული, მაგრამ ცვლილებები აუცილებლად შეეხება. მეორე ნახევარი გაქვთ გადასარევი სექტემბრიდან ხელოვანთათვის საერთოდ ზღაპარი პერიოდია, პრომეტის ხელოვანი ადამიანები მეტად დაინტერესდებიან ეზოთერულ კოსმიური სამყაროს კანონზომიერებები და შეიძლება ზოგიერთი ან ნახატი, ან ნაწარმოები, ან შეიძლება სპექტაკლი იყოს უკვე რაღაც ეზოთერულ მოტივებზე შექმნილი გარკვეულწილად, ესეც იქნება ძალიან საინტერესო. მაგრამ ის რომ ცვლილებები აქაც იქნება ზოგიერთი რეჟისორი შეიცვლება, შეიძლება ზოგიერთ თეატრში რეორგანიზაცია მოხდეს, კულტურის სფეროს თქვა მიმდინარე პროცესები, მათ შორის სამინისტროს დონეზეც კი შეიძლება მინისტრის დონეზეც კი შეიცვალოს ბევრი რამ. ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს წინ, ამიტომ მოდი თქვათ ასე, ერთის მხრივ ტემპი ცოტა შენელდება ცხოვრებისა, ესეთი არ იქნება გიჟური როგორც ახლა ცხენის წელიწადში, მაგრამ ეს რადიკალური ცვლილებები საკმაოდ დაზაფრავენ საზოგადოებას მინდა გითხრათ. ერთი კითხვა მაქვს. თქვენ ჩინეთი ახსენეთ და ჩინეთის იმპერატორებს ყავდათ, იმპერატორს ყავდა რამოდენიმე ასტროლოგი. დიახ. და ისინი ყოველ პასუხს აგებდნენ თავიანთ სიტყვაზე. თქვენ თუ ყავხართ ვინმეს ისეთი აი დობით აღჭურვილი პირი, რომ აი მიშა ცაგარელი რასაც მეტყვის თუ ისტორია არ იქნება. ასეთი რო ყოფდეს სამთავრობო სტრუქტურაში, მე გაზრდობთ იმის გარანტიას, რომ ძალიან ბევრ შეცდომას გადაურჩებოდი. მათ შორის პუტინთან შეხვედრა სააკაშვილის ორჯერ მთვარის დაბნელებას რისმერე დაბნელდა საქართველოში კარგ ახნით, ხო? და ბევრ შეცდომებს გაუვლიდით გვერდს და ქვეყანა იქნებოდა ცოტა უფრო წინ წაწვი, არ ვამბობ ბევრად, მაშინ რომ ცოტათი მეტად, ხო? მაგრამ საქართველოს ცოტა სახიფათო ეს ამ მომენტი არ მოხდეს ისე როგორც მოვიდა კრაფტს, ცნობილ შვეიცარიელ ასტროლოგს, რომელიც იყო ადოლფ ჰიტლერის პირადი ასტროლოგი. სხვაშორის მინდა გითხრათ რომ დიდხანს თანამშრომლობდნენ, სანამ ყველაფერი კარგად იყო. ჰიტლერი, რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი იყო და ყველანაირად უჯერებდა, ხო? სანამ ის მოდიოდა მთავრობაში. კრაფტი რასაც ეთქოდა, ის ხდებოდა. მაგრამ როცა კრაფტმა უთხრა, რომ საბჭოთა კავშირში 51 წელს შესვლა არაფრით არ შეიძლებაო, აკრძალულია, იმიტომ რომ წააგებ, ხო? რას ქვია შენს რა გამიბედეო? და როცა 53-ში ვოლგოგრადსა და სტალინგრადთან წააგეს ბრძოლა, კრაფტი დაახვრეთინა. რას? გესმე, ამიტომ საქართველოს საფრთხეა, ცოტა, იმიტომ რომ აი შეიძლება ეს თამაში და ფორმიტაც დასწრებს.
ჩვენ რეკლამის რომ მოგვივიდა და რამდენიმე წუთში უკვე კონკრეტულად გადავიდეთ ზოდიაქოს ნიშნებზე, ალბათ ყველა საინტერესებს ძალიან დაგვალოდეთ მალე დაგიბრუნდებით. დაბრუნდით ისევ ეთერში და ბატონო მიშა დავიწყოთ ალბათ კონკრეტულად ვისთვის რომელი ჰოროსკოპისთვის არის ყველაზე წარმატებული ეს წელი. ესე იგი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ჰოროსკოპი პირადია, ხოლო ზოდიაქოს ნიშნებიდან მოდი დავუშვათ თავარი ფავორიტი არის ლომი, გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, ახლა ლომი ზოდიაქოსშია და ამიტომ შანსი წარმატების აგვისტოს ბოლომდე აქ არ ნახული. ხოშეს მინდა გითხრათ რომ თქვენი ზოდიაქო ახლა თხის რქა აი ახლა 23-დან დაიწყო მფარველი ანგელოზის განსაკუთრებული გაძლიერება თხის რქაში და თითქმის თქვენ აი გეტყვით სადღაც მარტის 20 რიცხვამდე მფარველი ანგელოზი მაქსიმალურად გეხმარება თხის რქება, ამიტომ იაქტიურებთ ახლა თქვენთვისაც საკმაოდ კარგი პერიოდია, მაგრამ მერე უფრო სტაბილური იქნება საშუალო. ვთქვათ ასე, მაგრამ აი წლის დასაწყისი გამოიყენეთ. ვერძი ერთ-ერთი წარმატებული იქნება წელს, იმიტომ რომ ძალიან კარგი შანსები აქვს იღბლის მოზიდვისა და წარმატების მიღწევისა. კიდევ ერთი ფავორიტი ამ წლისა ეს არის კირჩხიბი, ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა პრემიერ-მინისტრი ქვეყნის საკირჩხიბია და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მასაც იღბალი კონდეს და მისი მოქმედება იყოს უფრო წარმატებული, ოღონდ გავითვალისწინოთ რომ დასავლურით მარტო უგანსაზღვრა, იმიტომ რომ აღმოსავლურ კალენდარის ნიშნებზეც ვისაუბრებთ, აუცილებლად საჭიროა მათი შეხამება, ხო? და აუშვათ რომ ერთ-ერთი ფავორიტი რასაკვირველია იქნება ამ წლის მერწყული. ოღონდ მისთვის დაიწყება კარგი პერიოდი და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი მერწყულია და ამიტომ ვიცით რა რომ ის გარკვეულწილად ზეგავლენას ახდენს პოლიტიკაზე, მნიშვნელოვანია რომ მისი გადაწყვეტილება იყოს ასევე სწორი. აი მფარველი ანგელოზი უკვე სადღაც თებერვლიდან თითქმის სექტემბრამდე იქნება მერწყული ზოდიაქოში, შანსები აქვს საკმაოდ კარგი. ამ ნიშანს ყველა დონეზე, ხა შეიძლება კითხვა გავუშვათ რაში, ყველაფერში, შემოკა როცა ვამბობ ყველა დონეზე ნიშნავს სიყვარული, ბიზნეს საქმიანობა, ჯანმრთელობა, იღბალი, პროფესიონალური განვითარება, ყველა სფეროში მფარველი ანგელოზი გეხმარებათ. ასევე დაეხმარება მფარველი ანგელოზი თევზებს, ოღონდ უკვე სექტემბრიდან აქ იქნება განსაკუთრებით ნინო შენთვის განსაკუთრებით კარგი პერიოდი, ოღონდ ერთი რამ თხოვნა, მაგ ახლა წინ დაწირა ხან შენ შეგეხეთ თევზების ზოდიაქოს. ესე იგი მამლის წელიწადში ხარ დაბოდებული? არა, ვეფხვის. ვეფხვის, ხო, ესე იგი კარგი. მაშინ ვეფხვისთვის 5-ქულიანი სისტემით 4-იანზეა წელიწადი და რადგან კიდე თევზებისთვის მეორე ნახევარი მთლად გადასარევია, ესე იგი შენ საკმაოდ კარგი შესაძლებლობები გაქვს მომავალ წელს. მაქსიმალურად ეხა შარშან ყველაზე ცუდი წელი იყო ჩემთვის. ჩემო კარგო მოვალ შარშან და წელსაც გრძელდება გარკვეულწილად, ოღონდ ნახევარი წელიწადი. გეტყვი ეხა რატო? შავი მთვარე მასწავლებელი ძალა გადასულია ქალწულის ზოდიაქოში. ეხლა ფაქტობრივად თითქმის 11 აგვისტომდე იქნება აქ. ამიტომ გავუფრთხილდით ჯანმრთელობას ყველა ქალწულს თხოვ ამას, გავუფრთხილდით კოლეგიალურ ურთიერთობებს. აქაც პრობლემები არ შეგექმნათ და უკვე 11 აგვისტოს შემდგომ თქვენ ზოდიაქოში გადმოვა გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, შანსები წარმატებისა გექნებათ არნახული, ოღონდ მეორე ნახევარში. თავარი იქამდე სერიოზული პრობლემები არ დაუშვათ, რომ მეორე ნახევარი უკვე იყოთ მზად წარმატების მისაღწევად და არა იმისთვის, რომ მარტო გამოასწოროთ ის რა პრობლემები შეიქმნა პირველ ნახევარში, ხო? ეს ქალწულს რაც შეეხება. სასწორს პირიქით აქ. პირველი ნახევარი იდეალური სექტემბრამდე. ყველა სფეროში, მათ შორის პირად ურთიერთობებში, მეორე ნახევარში შემთხვარე გადადის სასწორში. ამიტომ პრობლემები უკვე პირად ურთიერთობებში განსაკუთრებით მოემართებათ და ძალიან ფრთხილად სასამართლო პროცესებთან იყვნენ სასწორები. აქ უკვე შეიძლება მათი ნამდვილი ჯვარცმა მოხდეს, შორს იყავით საერთოდ სასამართლო ყველა სახის პროცესებისგან, იურიდიული საკითხებისგან, პროკურატურისგან, თუ რა გექნებათ განსაკუთრებული პრობლემა. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს, ნუ აუნიშნოთ შილდოსანი. პირველი ნახევარი მეტნაკლებად არ აუშავს, მაგრამ მუხრუჭი, უკვე ელემენტი მუხრუჭისა ვლინდება. და შილდოსანი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ასევე ირაკლი ალასტანი ამ შილდოსნები არიან, ამიტომ დამამუხრუჭებელი ელემენტები მათ შორის მათ პოლიტიკურ საქმიანობაში და საერთოდ ცხოვრებაში მოიმატებს. განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი იქნება ამ მხრივ. მაგრამ სააკაშვილს ნაკლებად, ალასტანიას მეტად. რატო? ეხლა უკვე გადავდივართ დასავლურიდან აღმოსავლურ ზოდიაქოს ნიშნებში, რომ ეს გავიგოთ. იმიტომ რომ სააკაშვილი დაბადებულია თხის წელიწადში. ანუ ეს მისი წელიწადია. შესაბამისად, აქ ერთი დეტალია, ოღონდ თხებს ყველას თხოვ. თქვენი წელიწადია კი კარგია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ იწყებთ ახალ 12 წლიან განვითარების ეტაპს თქვენ ცხოვრებაში. ესე იგი, 12 სართულიან სახლს აშენებთ, ჩათვალოთ, ხო? ესე იგი, რა ჭირდება მას საძირკველი? საძირკველი ნიშნავს, რომ აუცილებლად წელს რაღაცა ძველი უნდა დასრულდეს თქვენ ცხოვრებაში და ახალი რაღაც უნდა დაიწყოს. შეიძლება ეს იყოს რა ახალი ურთიერთობა, შეიძლება იყოს ახალი სამსახური, შეიძლება იყოს ახალი ინფორმაცია ან წიგნი ან რაღაცა ისეთი, რაც აუცილებლად სულიერ ევოლუციურ ზრდას შეუწყობს ხელს. ანუ ძველებურად ცხოვრება არ შეიძლება.
მაშინ იქნება განსაკუთრებით წარმატებული ეს წელიწადი. შემდგომ წარმატებული ნიშნებიდან აღვნიშნოთ ვისთან მეგობრობს თხა. ეს არის ტახის წელიწადში დაბადებული ადამიანი, ეს არის კატის წელიწადში დაბადებული, მათთვის ძალიან კარგია. კატო, ხო, აი ესე იგი, კატო უკვე მოგცემს საშუალებას, რომ ცოტა ის ქალწულის ელემენტები ნეგატიური გავანეიტრალოთ, სამაგერო სექტემბრიდან ორმაგად კარგი ტენდენციები გაჩნდება შემსხურებაში. ეხლა ამათ შემდგომ ეს 5-იანზე, ხო? ამათ შემდგომ 4-იანზე მოდით ასე ვთქვათ, ვეფხვი, მაგარ გვერდით ყავს, შემდგომ ცხენის წელიწადში დაბადებულებისთვის იქნება ასევე გველის წელიწადში დაბადებულებისთვის მამალიც იქნება 4-იანზე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არ იქნება აგრესიული. რატომ? იმიტომ თხას არ უყვარს არანაირი აგრესია. თოპიც რო გაისროლოთ გარბის, ხო? არ უყვარს საერთოდ. და ამიტომ უყვარს სიმშვიდე, უფრო მშვიდობიანია იგი. ამიტომ რაც უფრო მამალი იქნება მშვიდობიანი, მით უფრო მეტად გაიმარჯვებს. არა, ექნება პრობლემები. მე ნინოსთან პრობლემა მექნება? თქვენი ზოდიაქი თხის რქა ხო ვარ? არა, აღმოსავლური. წლით. ლომი და დრაკონი გვაინტერესებს. ლომი და დრაკონი გამოვითვლით ახლა. ლომი და დრაკონი. დრაკონისთვის ცოტა რთული წელიწადია, მინდა გითხრათ, დრაკონი, ძაღლი, აქ იქნება ცოტა მეტი სირთულე, განსაკუთრებით პროფესიონალური კუთხით, შეიძლება ფინანსური კუთხითაც, მაგრამ ეს ყველაფერი 19 თებერვლის შემდგომ. იქამდე ჯერ ცხენის წელიწადი გრძელდება. კუროებმა მთხოვეს განსაკუთრებით, რომ ჩვენზეც კითხე ბატონ მიშას. ხო, გააჩნია ხა კურო, რომელიც არის დაბადებული. მე ვარ კურო, კუროსთვის არის პრინციპში, ნუ საშუალო ცოტა მაღალი. მოდი თქვათ ასე 3-სა და 4-ში ვარ. თუ კურო იქნება 7, წინა გაწონასწორებული 4-იანზე ალბათ. თუ აგრესიული კურო არიან ესეთები? არიან ესეთები. როგორ არა, კი, თუ ვერდის ელემენტებია გაძლიერებული პირატოროსკოპში, ის უფრო აგრესიულია, მაშინ უკვე წამოვა 3-იანზე. ამიტომ გავითვალისწინოთ, რომელ წელს არის დაბადებული. თუ ის კურო არის დაბადებული დავუშვათ თხის წელიწადში ან კატის წელიწადში, გადასარევი იქნება 4-იანზე ზევითავე მისი ქულა, ხო? თუ ის დაბადებულია დავუშვათ დრაკონის წელიწადში, თუნდაც, ხო? მაშინ ეს 3-იანს ვერ აცდება. და ეს ორივე უნდა აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ ზოგადად ავიღოთ საშუალო ქულა, ხო? აი რამდენი. აი ამ ხრივ მე მგონია, რომ მთლიანობაში არ არის ხა ისეთი წელიწადი, რო თქვათ, რომ თვითონ თხა უფრო მშვიდია. ამიტომ ითხოვს ერთადერთ ყველასგან, რომ ვიპოვოთ ყველგან მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები ნებისმიერი პრობლემის, ეს ეხება როგორც ოჯახს, ეხება ურთიერთობებს მეგობრებს, ეხება სამთავრობო სტრუქტურებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, მედიას, ყველა საკითხი მე თუმეტეს გვეტან აქ ცხელი წერტილია პირველ არზე და კიდე გექნებათ ესე ცხელი დღეები და ამიტომ ნებისმიერი საკითხი გადაწყვეტეთ მშვიდობიანად, დიპლომატიურად და არა ცეცხლი და מחვილით წელს და აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა გამოხდეს კომპრომისის გზით. აი მაშინ ესეთი ვინც ამას გამოიყენებს ის იქნება წარმატებული. ოღონდ 19 თებერვლიდან 19 თებერვლამდე ჯერ კიდევ შეიძლება იყოს ცეცხლი და მახვილი, იმიტომ რომ ცხენია რომ ჯირითობს და მიგვაქანებს და დაიღალა ყველა ხალხი დაღლილი ამ ტემპისგან და ამ რაღაც საოცარი ენერგიისგან, მაგრამ ეს ნელ-ნელა 19 თებერვლის შემდგომ დაიწყებს დამშვიდებას, მაგრამ ნერვებმომშველი სხვა პრობლემები იქნება, როგორც მე გითხარით, ცვლილებები. რომელიც ნუ ძალიან ბევრი იქნება დახუნძდული, გაუთავებელი, ჩართავ ტელევიზორს, ის გადააყენეს, ეს დანიშნეს, ეხლა იმ სფეროში, ეხლა ამ სფეროში, ეხლა განათლების. ხან სტუდენტები გამოვლენ, ხან ისინი ზოგი აპროტესტებს, ზოგი ემხრობა და ნუ თუმცა აი კომპრომისის გზა ხო შეიძლება რომ კომპრომისის გზა. აი იმიტომ ვახსენებ ეს, რომ აი ამ წლის მთავარი პრინციპი არის ვიპოვოთ ზომიერება ყველაფერში და კომპრომისი. მაშინ ეს პრობლემები გასწრებით და საუბარი ადამიანებთან რაც არის აუცილებელი. ხალხო, ნუ დაგავიწყებათ, რომ წუთის სოფლის სტუმრები ვართ, ახლა კარგით რა. და რას წაიღებთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანას? არაფერს ვერ წაიღებთ იმის გარდა, რომ კეთილი გული, პატივისცემა ერთმანეთის, სიყვარული მარტო სუფრაზე ხო უნდა დარჩეს ეს. ხშირად პარლამენტში უნდა გამოდიოდეთ და რაღაცა ასე. მისმეს კაფენა მერეს ევროპული მოსმენა პარლამენტში. იქნებ გაივალეს მარტა გასათვალისწინებელი. შემდეგი წლის. ეთიკურ-ესთეტიური საუბარია რა. ცოტა შეჯანჯღარება. ხო, ძალიან ხშირად ვახსენებთ 19 თებერვალს და მოდით ისეც აღვნიშნოთ რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს, იმიტომ რომ ჩვენ ხვდებით 31 დეკემბერს ღამე, ანუ 1 იანვარს და შემდგომ გვავიწყდება თებერვალში. აი ეს 31-ში რაც ჩვენ ახლა რატო ვაკეთებთ 31-ში და რატო უსვამთ მე ამას ხაზს, 19-ში ვარ გვაგონდება, ამიტომ ახლა მაინც ისე არ დარჩეს ის ცხოველი, რომ საერთოდ არც რიტუალი, არც პატივისცემა, არაფერი და მე რაღაც პრობლემები არ შეგვიქმნა ზედმეტი, ხო? ამიტომ უკვე 31-ში ჩვენ ამ რიტუალს ვატარებთ, ხო, კარგი, მაგრამ თუ გაგახსენდა 19 თებერვალი, გადასარევია და იგივე რიტუალს თუ მოაწყობთ, ცხენის გარეშე, ცხენის გარეშე, ცხენის ფიგურის გარეშე. იგივე რიტუალი,
იქნება გადასარევი. ახლა ნაძვის ხე გაუცილებელი არ არის, მაგრამ თუ გეკნებათ მანდარინის ხე, გადასარევი, ან თუნდაც პატარა ტოტი, ხო, მის მშვენიერია და იგივე პრინციპებით, დადებითი განწყობით, უკვე თხას შეეგებებით და თქვენს თავს, თქვენს ოჯახს, მთლიანად საქართველოს უსურვებთ წარმატებებს წესს. ამ ლამას ქალს რო რქები დაადგით ეგ მე ეს არ მომეწონა. რატო თხის ხის? საუბარია თხის ხაზე, რომელიც ფაქტშეს მინდა ვითხრობ პირიქით არა. მინდა გითხრათ რომ ითვლება რომ ეს არის ელიქსირი ხანძლივი ცხოვრებისა. თხის ხა იცით რა ძვირი არის ტიბეტში, თვითონ ხა. არნახულად ძვირია და ეხლა ჩვენ ტაღვინოს რო ვსვავთ ჩვენ ყანწი რა არის თქვენი აზრით პრინციპი? ხო, ის ყანწი და იქედან ელიქსირი მოდის ღვთიური ძალებისა, ვინით ხო? ის სიმბოლო ქართული ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ. ამასთან დაკავშირებით. სხვა ერს აქვს ეს თუ მარტო ქართულებს გვაქვს? მე ასეთი არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ამდაგვარი რაღაცა არის ხო შორის ბილბაოში, ანუ ბასკებს აქვთ. ანუ ბასკებს აქვს ბევრი რამ, ხოთა შორის მსგავსი ჩვენ, თუმცა თვითონ არაფერი არ იციან ამის შესახებ სამწუხაროდ, მაგრამ ახლა ხან დამირეკა ერთ-ერთმა ქალბატონმა ბილბაოდან და კითხე რომ არის თუ არა მართლა ის მთა ცნობილი, რომელიც წელიწადში შეიძლება ჩანდეს 2 კვირა, დანარჩენი არ ჩანს, სულ ღრუბელშია და ძალიან ლამაზი მთა არის. და რა ქვია იცით? არ ჩანდა. კარა. ბილბაოში, აი კითხეთ, ყველა ცნობილი მთა არის არ ჩანდა. არ ჩანდა. თვითონ არ იციან რა არის და ყველა ცნობილი სოფელი არის ისინი ოღონდ სხვაგან აკეთებენ დარტყმას, ლორია და ცხოვრობენ ლორიები. ბილბაოდან 50 არა, ბოკერიები ასევე და ძალიან ხო, ასე რომ სამწუხაროდ ურიდიები მაგრამ იმათ აქვს კიდე ეს მრავალხვიანი სიმღერები. სხვაშორის მინდა გითხრათ რომ იბერები რომ წავიდან ეს ყოველ შემთხვევით არ არის. სადაც კი გაჩერდნენ, ყველგან ცოტა რაღაც ნაწილი დარჩა. აი არის მაგალითად ერთ-ერთი ადგილი ლომბარდია, იტალიაში, სადაც ასევე ძალიან უყვართ ვენახი, სხვაგან ასეთი პატივს აქვს და არის მრავალხმიანი სიმღერები. ასეთივე არის საბერძნეთში ერთი ადგილი, ასეთივე არის ესე იგი აი აქ ესპანეთში, მინდა გითხრათ რომ გუჯარათის შტატში. ითვლება რომ ნაწილი იბერებისა წავიდა აღმოსავლეთ მხარეს და ინდოეთში არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც გიждდებიან ვენახზე, მოყავთ ყურძენი და მრავალხმიანი სიმღერები. არსად ინდოეთში ეგეთი რამ არ არის. ესე იგი რა ხდება? აი, ეს არის გავლენა და აქ რო იყო ჩამოსული სხვაჩვენს თქვენ ალბათ იცით ეს ამბავი რამდენიმე წლის ეს კომუნისტების დროს იყო მე მგონი ირლანდიური თეატრი იყო ჩამოსული რუსთაველის თეატრში. და მაშინ აღმოჩნდა ამ საუბრებში მსახიობებთან და რეჟისორებთან აღმოჩნდა რომ საერთოდ გაუკვირდათ რატო იმიტომ რომ წაიყვანეს ექსკურსიაზე გორში. თქვენ გორი გაქვთ ქალაქიო და ჩვენთანაც არისო ირლანდიაში ქალაქი გორი. აღმოაჩინეს 40-მდე საერთო სიტყვა. ამიტომ არის ერთ-ერთი ვერსია რომ შემდგომ ბასკები და ბასკონიიდან ავიდნენ ზევით და ირლანდიელების კიდე რაღაც ნაწილი იბერების სისხლს ატარებს. თორე საერთო სიტყვები ამაში არის. შორის არის ვერსია რომ კიდე ის ირლანდიელები და შოტლანდიელების ნაწილი. იმათაც აქვს რაღაც იბერული და სხვაგვარი შოტლანდიის ნაკრები რო თამაშობდა ჩვენთან ფეხბურთს. აი ისეთი დიდი შეხმატკბილება გულშემატკივრებს შორის, როგორც იყო ქართველებსა და შოტლანდიელებს შორის არავისთან არ ქონია. მეცნიერულად ეს არის. არავისთან არ ქონია. სხვა შორის მინდა ვიტყვათ 500-მდე კაცი დარჩა შოტლანდიელი. და ჩვენმა გულშემატკივრებმა წაიყვანეს კახეთში, სვანეთში, ხევსურეთში, გაგიჟდნენ ისე მოეწონათ. ძმები ხარ ჩვენიო. იქნება ახლა ძმები არის. აი ესეთი საოცარ არ არის. რატომ არ ხდება ამის კვლევა, ვთქვათ, მეცნიერული უფრო საერთოდ რის კვლევა ხდება? სადაა კვლევითი ცენტრები, ინსტიტუტები, დაიხურა ყველაფერი მეცნიერება. საქმეც ალაბეთქეთ ასე რომ მე ხა მეცნიერი ვარ, ჩემი სპეციალობით ბიოქიმიკოსი ვარ, ბიოქიმიის ინსტიტუტის დახურეს, რომელიც საკავშირო მნიშვნელობის იყო. რაზეა საუბარი? საერთოდ არა გვაქვს ჩვენ ეს. ეს შევარდნაძის დროიდან დაიწყებთ, რომ თავის დროზე ბევრმა არის ეს ამბავი, მე ვიყავი სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი კვლევის მრეწველობის სამინისტროში და ჩვენ მოგდიოდა ცირკულარები, სადაც იყო დაფინანსება ინსტიტუტების და მათ შორის უამრავი საკავშირო ინსტიტუტი ქონდა, ხო ანასეულში ძალიან დიდი ცენტრი ევროპული დონის. მაგრამ როცა ვნახე, რომ ნელ-ნელა შევარდნაძის ხელმოწერით ხდებოდა რა შემცირება თანხებისა, შტატებისა, მე მივხვდი, რომ ამ თავრობას აღარ უნდა მეცნიერება, ამისკენ მიდის. და დღეს მოვედით ამ დონემდე, ვართ ნულზე. მეცნიერება რა კვლევაზეა საერთოდ საუბარი. ეს ძალიან ცუდია, ალბათ, როცა ჩვენ საუბრობთ, რომ გვინდა მსოფლიოში ინტეგრაცია, პირველ რიგში ალბათ უნდა
მოხდეს ეს ინტეგრაცია სწორედ იმ არაჩვეულებრივი ისტორიით, ტრადიციებით, იმ არაჩვეულებრივი მეცნიერებით და ყველაფერი იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს. აუცილებლად. და ამის იგნორირება, რა ვიცი, ძალიან დავით იმედი რომ 2015 წელს ცვლილებები მოიტანს ამ სფეროში და ცვლილებები და თქვენი ასტროლოგიური მაინც წინა პირობა, აი საქართველოს რა ელოდება? ეს ხო თქვა. არა, მე ორი სიტყვით მინდა. წარმატების ექსპრესი. ოღონდ მე მინდა ჩვენ მთავრობას ერთი რამ თქვა. 2015 წელს იქნება ძალიან უნიკალური ერთი შანსი. 2016 წელს რუსეთი გამოდის ვირტუალური უსამართლობის მდგომარეობიდან და რომელშიც იგი იმყოფება მრავალი წელია. რასაც საკეთებს ყველაფერი გაზდის. 2016-ში ეს ნელ-ნელა იწურება ეს დრო. ამიტომ 2015 უკვე გვაძლევს საშუალებას ფარველი ანგელოზი აქ შედის რუსეთის ზონაში, მერწყულში, ხოლო გამარჯვების პლანეტა იუპიტერი უკვე საქართველოს ზონაშია ლომში. ამიტომ ჩვენ გვეძლევა არნახულის შანსი ურთიერთ მოლაპარაკებისა და გაგებისა, განსაკუთრებით სექტემბრამდე. ექსპრესზე თუ ეკიდება ბილეთები. ეს ყველაფერი ვეცადოთ გავაკეთოთ, უკვე დავიწყოთ ურთიერთობების გაუმჯობესება ყველა დონეზე, აქ არა მარტო ევროპასთან ინტეგრაცია, არამედ რუსეთთან, უფრო მეტიც რამდენი ხანია ვამბობ, ჩინეთთან, აღმოსავლეთთან ურთიერთობის ინტეგრაცია უნდა მოხდეს, იმიტომ რომ მომავალი ამათი აღმოსავლეთი არნახულად ვითარდება. ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ აქ ჩამოასახლოთ ჩინელები. არა, ეს ნიშნავს, რომ უნდა იყოს კულტურული, ეკონომიკური პროგრამები და ასე შემდგომ, ხო? ანუ ექსპრესი მოდის 2020 წელს და ჩვენ გვაქვს უკვე დიდი შანსი, რომ გავიდეთ ბაქანზე 2015 წელს ამ სერიოზული რეფორმების, რეორგანიზაციის შედეგად, რაც თავარია, ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით და კომპრომისების მეშვეობით მორჩა, ბაქანზე გადის მთელი საქართველო. ხო, მაგრამ აი რამდენი კაცი ჩაეტება ეს ექსპრესი არ ვიცი. ნახოთ. ყველა უნდა ჩავედიოთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. ჩვენ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით და საინტერესო გათამაშება გელითორი ფლეიმის, ასე რომ ყურადღებით იყავით.